დაძისათა და წმინჭისა სულისათა ამინ. ზმანოდა დანო დღეს არის ჯვრის თამარი სცენის დღე. ერთი საოცარი ამ უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღეს, ესე იგი 31 მარტი დღეიდან იქნება ჩვენი ტაძრის დღესასწაული და აი რატო. ესე იგი მეუფე იობმა გააკეთა კალენდარი, შეკრიბა ის ძველი ხსენება წმინდა გიორგის ტაძრებისა ყოველდღიური, თქვენ იცით 365 დღე ერთი მთელი წლის განმავლობაში ყოველ დღე იყო წმინდა გიორგის დღესასწაული საქართველოში ტაძრების მიხედვით. ესე იგი იმ ძველი ტაძრების დღესასწაული აღადგინა, გააკეთა კალენდარი და ახალ აშენებული ტაძრების, ესე იგი ალაგ-ალაგ ჩასვა და მათი ჩვენს რაღაცა თვის გაგებით მოგვიწია, რომ ამ დღეს ჩაისვა ჩვენი ტაძარი და ესე იგი 31 მარტი არის ამ კალენდრით ჩვენი ტაძრის დღესასწაული. ესეთი საოცარი რამ მოხდა. მე ბევრი ვიფიქრე, რატო დაემთხვა ეს შემთხვევით, ხო არაფერი არ ხდება ჩვენ ვიცი. და ამის შესახებ ბოლოში მოგიყვებით. ეხლა მივყვეთ. ზოგჯერ ჩვენ ვზივართ, ვფიქრობთ, წევართ ძილის წინ საწოლში წვიმა, თოვლია, დარია, ხანდახან გავდივართ ქალაქგარეთ, თეთრში ვართ, განსაკუთრებით უდაბნოში თუ მოხვდებით ხოლმე და უსმენთ ჩვენ თავს ესეთ საინტერესო კითხვას. რა არის ცხოვრება ჩვენ? რა არის მიზანი ცხოვრებისა? რა არის ჯვარი ჩვენი? და თუ აკვირდებით ამ სიტყვას, ამ კითხვას დასვამ სერიოზული ადამიანი, ან ზნეობრივი ადამიანი, ან ვინც არ ეგუება ცოდვას, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ, ყველა უზნეონი ვართ, მაგრამ განსხვავება არის იმ ცოდვილებს შორის და ჩვენ ცოდვილებს შორის, იმ ცოდვილებს შორის, ვინც ესე იგი არ ნანობს და ქრისტიანებს შორის, რომლებიც ასევე ცოდვილები არიან, მაგრამ ნანობენ წუხად ამ თავის ჩადენილ ცოდვებს. თუ ადამიანი არ წუხს, თუ ადამიანის სინდისი ზმანოდა და სუფთ არ არის, ის არასოდეს არ დასვამს ამ კითხვას. რა არის ცხოვრების მიზანი და რა არის ცხოვრება ჩვენი? იმიტომ რომ ნარკომანი ამას არასოდეს დასვა, ან აირჩია ეს გზა, რა თქმა უნდა, ნარკომანი შეიძლება გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, მან უნდა დასვას ეს კითხვა, მაგრამ ის თუ არ აპირებს ამ ცოდვისგან განთავისუფლებას, ის არასოდეს დასვამს ამ კითხვას. რა არის ცხოვრების მიზანი? ასევე მემრუშე კაცი ჩვენ ამ ცოდვაში, ამ ცოდვით შეპრობილები ვართ ყოველი ადამიანი, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ქრისტიანი ებრძვის ამ ცოდვას, ხოლო თუ ადამიანი არ ებრძვის ამ ცოდვას, ესეთი ადამიანი რა არის ცხოვრების მიზანი, არასოდეს დასვამს ამ კითხვას, რადგან მან აირჩია ეს გზა და ცხოველური ინსტინქტების დონეზე აგრძელებს ცხოვრებას. ესე იგი რა მინდა რომ ამ კითხვას დასვამს მხოლოდ ზნეობრივი ადამიანი. და თუ ჩვენ არ ვებრძვით ცოდვებს, არ ვართ განწმენდილი ცოდვებისაგან, მაშინ ჩვენ ვართ, ჩვენი ცხოვრება არის მხოლოდ ჰანგარებიანი, ძველი ქართული სიტყვა და ეს საშინელი ბნება ზმანოდა და აუცილებლად ბოროტად გამიზნულია ჩვენი ცხოვრება ზმანოდა და აშლილი ვართ შიგნიდან, მოშლილია ჩვენი სულიერი ცხოვრება და მოკლედ რო თქვა და ძალიან უბრალოდ თუ ადამიანი ეკლესიურად არ ცხოვრობს, კი არა მარტო მექანიკურად კი არა რომ დადის და ნამდვილად თუ არ ცხოვრობს ეკლესიურად, თუ არ ებრძვის საკუთარ ნებებს, ცოდვებს, ზმანოდა და მაშინ ესეთი ადამიანი არის ბოროტების ქვაბი. აი ბოროტ ქვაბას აქდა ხო? არის ესეთი გამოთქმა ძველი ქართული ზმანოდა და იგივე მოვიშველიოთ რუსთაველის ფილოსოფია, თუმცა პლატონმა თქვა ეს, მაგრამ ჩვენამდე აი ესე კარგად რომ ვიცით რუსთაველმა მოგვაწოდა და იგივე რუსთაველის ფილოსოფია ეს
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა. ანუ თუ ადამიანი მუდმივად იქნება ამ არა თუ მუდმივად იქნება ამ სიცრუეში მას არ ექნება ჭეშმარიტებას ახლობს და მისი ცნებების ქრისტეს ცნებებით არ იცხოვრებს მანო და დანო მუდმივად იქნება ის აუცილებლად იქნება უმძიმეს მდგომარეობაში. დღეს ჩვენ ესეთი მდგომარეობაში ვართ, მძიმე მდგომარეობაში და თითქმის ყველას სჭირდება ფსიქოლოგი და ფსიქოლოგი იმიტომ ჭირდება რომ სინამდვილეში არავის არ ჭირდება ფსიქოლოგი თუ იცხოვრებ ეკლესიურად, ქრისტიანულად, ყველაფერი წესრიგში მოვა, მაგრამ ზოგჯერ ხდება ესე რომ ვერ ცხოვრობ ქრისტიანულად, ვერ ცხოვრობ სულიერად, მივდივარ ფსიქოლოგებთან და აი მინდა მე გითხრათ, იმიტომ რომ ამას წინათ იყო ესე შემთხვევა. აუცილებლად მინდით მართლმადიდებელ ფსიქოლოგთან, მანოდა და არ შეიძლება ათეისტ, ნიჰილისტ ფსიქოლოგებთან მიხვიდეთ და აქ უპავენ ისინი. მაგალითად იყო ესეთი შემთხვევა, რომ ბიჭი მიიყვანეს ახალგაზრდა, ესე იგი, როგორც ეთყობა ესეთი ათეისტი ფსიქოლოგი იყო და მან უთხრა, რომ მშობლებს რომ ამას ჭირდებაო ქალებთან უშობა, წარმოვიდგინეთ. ესე იგი, ეს ფსიქოლოგია ადამიანს რა დღეში აგდებს, რა ცოდვაში აგდებს, რა მდგომარეობაში აგდებს, ძმანო და თუ ადამიანმა არ იწამა რომ არსებობს მარადიული ცხოვრება, მაშინ ძმანო და თუ არ მიიღო ქრისტიანობა, მაშინ ძმანო და რა კარგად მიდიოდეს მისი ცხოვრება, აუცილებლად შევაჩერში, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დამთავრდება ეს ცხოვრება და ყველაფერი დამთავრდება, ფსიქოლოგიურად იშლება ესეთი ადამიანი. ჩვენ რამდენჯერ ვინახია დასაფლავება, ხო, მიცვალებულის დასაფლავება, რა საშინელება და ეს არის ჩვენი ბოლოს ამ ქვეყნიური ცხოვრების. ესე იგი ორმოში ჩაგვაგდებენ, ჩაგდება ქვია, რა ქვია და ეს ხო ფსიქოლოგია, ეს ხო ადამიანი, ამას რომ ეს რომ მიიღო, რომ აქ თავდება ყველაფერი, ხო, გიჟი ხარ, არანორმალური. და მართლაც გჭირდება მაშინ ნარკომანია, რაღაცებს გჭირდება, რომ გადადიხარ ჭუიდან, მოკლედ ეს მინდა თქვა, რომ არაეკლესიური ადამიანი აუცილებლად გადასულია ჭუიდან, ან გადავა ჭუიდან ზმანო და რა არის კითხვა დავსვათ ესეთი. ყველაზე დიდი სიკეთე დედამიწას. რა არის ყველაზე დიდი სიკეთე? მოდით რაღაცა გავერკვათ ამ საკითხში. ეგნატე ბრანჩანინოვი ერთ თავის სულიერ შვილს წერს. მოხბასის მსახურების ერთი სახე ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი და ახლობელი არის მსახურება სულის მარგებელი სიტყვით, ცხონებისაკე რომ მიგვიწვის. აი ეს ფსიქოლოგის სიტყვით კურნავს ადამიანს, ხო? ზემოქმედება უნდა. აი, ნახეთ რას ამბობს ეგნატე ბრანჩანინოვი, რომ ყველაზე მე რაც მომწონსო, ყველაზე დიდი ქრისტიანობაში, ყველაზე მთავარი რაც არისო, ეს არის სულის მარგებელი სიტყვა, რომელიც მიგვიწვის მარადისობის კენო. აი ეს არის ყველაზე მთავარი. უდიდესი, ერთადერთი სიკეთე ადამიანისთვის ღვთისშემეცნება. კიდევ მეორე, უდიდესი და ერთადერთი სიკეთე ადამიანისთვის ღვთისშემეცნება, უпроსტად სათავე ყოველგვარი სიკეთეს. თუ ეს არ იქნა ძმანო და დანო, სიკეთე აღარ არსებობს დედამიწაზე. აღარ არსებობს არცერთ ადამიანში. ამ სიკეთესთან შედარებით სხვა სიკეთენი არც კი არიან ღირსი სიკეთე იწოდებოდნენ. მაუწყებელია და თვით ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში ყველაზე უხვად გვანიჭებს ნუგეშინის ცემას. ესე იგი, მოიცადეთ, იგი მარადიული ბედნიერების მაუწყებელია და თვით ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში ყველაზე უხვად გვანიჭებს ნუგეშინის ცემას. აი რა არის მანო და მთავარი და უმთავრესი სიკეთე ამ ქვეყნად. თქვენ გახსოვთ, როდესაც მაცხვარი აღსდგა, მან გაამზადა სადი საუზმე. აკვეთხალზე დადოვე თევზი და პური და გაუმასპინძდა რა დიდებული რამეა, მოციქულებს. და ტრაპეზის შემდეგ ეს
ესე იგი გალილეის ზღვასთან სანაპიროზე ხდება. უთხრა სიმონს, პეტრე, სიმონ, იონასო, გიყვარ ვარ ამათზე მეტად? ძველი ქართული წავიკითხე. გახსოვთ თქვენ ეს ადგილი. თქვა მას პეტრე, ჰე უფალო, უწყი რამე თუ მიყვარ შენ. ესე გიყვარ ვარო? თან ახლა მიაქციეთ ყურადღება პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე. და ამ დროს მაცხვარი ეუბნება, გიყვარ მე ამათზე მეტათო? და პეტრემ არ იცის აპატია ქრისტემ ესწოდვა, არ აპატია და ძალიან დარწმუნებული ეუბნება, უფალო მიყვარ ხარ შენ. გახსოვს მაშინ უთხრა სანამ გასცემდა, უფალო მე შენთან ვიქნები და რომ მოკლან მე შენთან ერთად მოვკვდებიო. ძალიან თამამად უთხრა, მაგრამ შემდეგ სამჯერ უარყო. ეხლა ვეღარ ეუბნება ესე თამამად, დაიჭყუა ის ძმანო და და. აი რა სიკეთი ეს სახარების ეს ადგილი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არასდროს ძმანო და და არასდროს არ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ძლიერი სულიერად. ეს უკვე შეცდომა, უდიდეს შეცდომა. ესე მოდით პროტესტანტებს რო კითხო, შენ ხარ ცოდვილი? დაგიბრიადეთ, ბალო, რას ქვია, მე ქრისტიანი ვარ, ცოდვილი როგორ ავარ? აი პეტრეს სიარულს. ესე იგი ქრისტიანობა ზუსტად ესაა, რომ ადამიანმა გაიგო, შენ ხარ ცოდვილი, ღრმად ცოდვილი. ჩვენ ვამბობთ ზიარების წინ, ცოდვილთაგან პირველი მე ვარ. ეს იცით რას ნიშნავს? რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა დავინახოთ ჩვენ. აი, ბონში რომელიც აგდია ძის თვრალი, ჩვენ მასზე ვარესი ვარ. ნარკომანი რომელიც მიდის, ჩვენ მასზე ვარესი ვარ. და რა ვიცი, რუში, კახპა, ვინც არის ჰომოსექსუალისტი, ვინც კიდე რაცოდვაც კიდე, აი მასზე ვარესი ვარ ჩვენ. იმიტომ რომ შეიძლება ზოგს გაუკვირდეს და აი ზუსტად იმას გაუკვირდება, ვისაც არ შეუცნია ქრისტიანობა და არ შეუცნია თავის თავი. აი პეტრეც ასეთი იყო. რას ქვია უფალო, შენ მოკლავენ, მე შენთან და სამჯერ უარყო. თან ერთხელ ფიცით უარყო, დაიფიცა რომ მაკაც არ ვიცნო. დამიგე რა არის ადამიანი. ამიტომ ეხლა დარწმუნებული ძმანა და დგას პეტრე და უფალი ეუბნება, გიყვარ ვარ და მიყვარ ხარ უფალო, ვეღარ ეუბნება ისე ძლიერ. და რქვა მას იესო, უკვე მეორე, არა, და რქვა მას იესო. აბზოლენ კრავნი ჩემ. აი ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ქრისტემ აპატია მას წოდნა. იმიტომ რომ როგორღა დანიშნავდა, ესე იგი, წყემსა და ქრისტიანების მეთაურად თუ არ აპატიებდა, ხო სწორი ვარ არა? აბზოლენ კრავნი ჩემი. და უკვე გახარებულია შინაგანად პეტრე, ძალიან გახარებულია, მაგრამ იმდენად თავდაბალია, აი ამ დიდმა ცოდვა, ამ ცოდვაში ჩაგდება, იმდენად დაამდაბლა პეტრე, რომ ისე თამამად უხარია, მაგრამ ისე თქვა მას მეორე, სიმონ იონასო, გიყვარმია? რატო ეუბნება მეორე და უпроსტად მერე მესამეჯერ, იმიტომ რომ სამჯერ უარყო. გიყვარმე? თქვა მას პეტრე, ჰე უფალო, შენ იცი რამე თუ მიყვარ შენ. და თქვა მას იესო, დამწყსე ცხოვარნი ჩემ. და ყველა თქვა იესო უკვე მესამე, სიმონ იონასო, გიყვარმია? შეწუხდა პეტრე, რამე თუ თქვა მას მესამე გიყვარმე და თქვა მას, უფალო, შენ ყოველი უწყი, ყოველივე იცი, რამე თუ მიყვარ შენ. და კვლავ დამწყსე ცხოვარნი ჩემი. აი ძმანო და პირველი სიკეთე. ესე იგი პირველი სიკეთე დედამიწაზე. ეს არის ქრისტიანობის ქადაგება. ეპისკოპოსებიდან და მღვდლებიდან და მრევლიდან მიიღება ამ ქადაგების, მიიღება ქრისტიანობის. ამიტომ ჩვენ წირვაზე ძმანო და დანო, როცა მრევლი დგას, მღვდელი აღასრულებს წირვაზე, ეს არის უპირველესი სიკეთე. ღვთის შემეცნება და ღვთისმსახურება. ჩვენი მხრიდანაც ასრულებ და თქვენი მხრიდანაც ძმანო და დანო, რომლებიც გახავთ ეკლესიაში და განსაკუთრებით რომლებიც ეზიარებთ. აი ეს არის პირველი სიკეთე. ამას ვინც ხდება ძმანო და დანო, ის სიკეთე ცოლისა და ქმრის, რაგინ რომეო და ჯულიეტას დონის არ იყოს, აუცილებლად რაღაც დროში მოხდება ხალათი, აუცილებლად გაწყდება და შემცირდება და დამთავრდება ეს სიყვარული.
სიყვარული სამშობლოსადმი, სიყვარული სამშობლოსადმი. რელიგიის გარეშე ეს გაცდება ზმანოდა და არ არსებობდა ჩვენ ნახეთ ეროვნული მოძრაობა, აი დღეს რიად გამსახურდიას. ამ ეროვნული პრეზიდენტის დაბადების დღეა და ჩვენ ნახეთ ზმანოდა და ნუ ის ეროვნული მუხტი დაიკარგა. იმიტომ რომ რელიგიას არ დაეფუძნა ეროვნული მოძრაობა. გამიგეთ? თუმცა ვინც დაეფუძნა და ვინც ბოლომდე იყო, შეერჩა და კვლავ დარჩა პატრიოტებად, მაგრამ ძირითადად ზმანოდა და თუ სამშობლოს სიყვარულიც რელიგიას არ ეფუძნება, ის არის არარაობა, ზმანოდა აუცილებლად გაკარდება. და ყველანაირი სიყვარული, რაც არ უნდა ავიღოთ, ეხლა არის არარაობამდე მისული, მივა ქრისტიანობის გარშე სიყვარულს, სამშობლოს, კაცის და ქალის და მრავალნაირს, ნათესაობას და ყველაფერს აცოცხლებს და ასუნდმულებს ქრისტიანობა, ზმანოდა და მე რამოდენიმე საკითხი მინდა და მე გადავალ ამ დღესასწაულის შესახებ, ჩვენ ტაძრის დღესასწაულია და რაშია საქმე. რამოდენიმე საკითხი, რომელიც დაგროვდა, ამას ვიტყვი და მცირედ ძალიან ესე აღარ მოგაწყენ. ერთი, რაც მინდა თქვა ზმანოდა დანო, ეს არის აი ბრანჩანოვის წერილიდან ახსნი ამას ძალიან კარგად. ყველა ღვაწლთან დაკავშირებით ეს სხვა წერილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არიან კაცთათვის, კაცისათვის და არა კაცი მათთვის. უფლის სიტყვისა შაბათი კაცისთვის დაებადა და არა თუ კაცი შაბათისთვის. გამიგეთ? ასე უნდა გვესმოდეს მარხვაც. ეხლა რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ალექსანდრიის პატრიარქის ტიმოთე ალექსანდრიელი პატრიარქის კანონიკური წერილი შესულია, ისეთ კანონიკური პასუხები შესულია ჯურის კანონში და ჩვენ თქვით, რომ კითხვაზე თუ ქალი იმშობიარებს დიდ მარხვაში, ესე იგი აი ნების მარხვაში, ნების შვიდეულში, უნდა გატეხოს მარხვა თუ არ უნდა გატეხოს. პატრიარქი ამბობს, რომ რადგან მარხვა არის დაწესებული სხეულის უძრულებისთვის, ისედაც უძრულია ქალი, ამიტომ მარხვა უნდა გატყდეს და არ არის ცოდვა ეს ჭამს, სვას და ღვინოს დალიოს, ყველაფერი შეიძლებაო ზმანოდა და ზოგმა თქვა, რომ ესო მარტო ეხებაო მშობიარე თავს. ნუ ეგ პატრიარქი ამბობს, რომ შინაარს ამბობს უძრულებისათვის შეიძლება უკვე მარხვის გატეხა, მაგრამ ზოგს არ ესმის ეს და აი წაუკითხოთ ეხა ბრანჩანოვის წერილიდან რომ გაიგოთ, იმიტომ რომ არის ზოგიერთი კაცი ადამიანი ზმანოდა და ვითომ რა ვიცი ქრისტიანათურის თავს და რო გაიგებს რომ ვინმე არ მახულობს დავანწყობის გამო ეცლება მას უცხოყურა და არ მახულობს ეუნება ეს როგორ შეიძლება ეს არაფრით არ შეიძლება დიდი მარხვის გატეხვა იცი რამხელა ცოდვაა და ასე შემდეგ არის შინაარს გამიგე სიღრმისეულად არის ეს რაზეა ლაპარაკი მარტო გარეგნულს აი ნახეთ ასე უნდა გვესმოდეს მარხვაც ამიტომ რა კიღა უკიდურეს უძრულებაში იმყოფები და ხორცის დათმულვა კი არ გჭირდება არამედ პირით მოღონიერება გჭირდება უხოხმანოდ მიიღეთ ნუ აქ დაუნიშნე ეკიმა თევზის წმიანი და თევზის ამ წმინდა დიდმარხვის მანძილზე რადგანაც იგი უფრო ნაკლებად გაამაგრებს თქვენს სხეულს ვიდრე სხვას ფიზიკურად ძლიერი პური და ასე შემდეგ. გულთან ხილავი უფალი დაინახავს თქვენს უძრულებას და არ ამოჩლით მარხველთა რიცხვიდან. გამიგეთ? ზოგი რო ამბობს, აი მაინც მეშინია მამაო კი მომეცნო საერთოდ უძრულება. ასე იქცეოდა მრავალი დიდი წმინდანი. აი ეს წერილი 91-265 გვერდზე თუ ვინმე ესე დაეჭდება და მაინც თავისაზე იქნება, წაუკითხო. ასე იქცეოდა ყველა დიდი წმინდანი, მათ შორის წმინდა ეპიფანე კვიპრელი. წმინდა ისააკ ავსულიკი თავის მეათე სიტყვაში ამბობს, გავრცილდი ძმაო, რომ ის კეთილი ცხოვრება, რომელიც შენ მოიპოვე, სულიერი ჯაჭვის მსგავსად მეტისმეტად დაჭიმვისგან არ დაივიო და არ გაწდეს.
ანუ ახლა აქ ლაპარაკია დიდი ძიმე მართვა, ესე იგი ვიღაცა არის უძლურა და მაინც ძიმედ მართავს. არ გაწდეს, შენ გინდა მოუმატო მოღვაწეობას, მაგრამ ამის მაგივრად ვაი თუ სრულიად შეწყვიტო იგი. გამიგე? რადგან თქვენ ძალებს აღმატებული მარხვა თავისუფლად შეიძლება საბოლოო თქვენი ამ ძლიერი მარხვით დაუძრულებული ხართ, შეიძლება საბოლოო დაუძრულოთ. მაშინ კი ვეღარ წირვა-ლოცვას დაესწრებით. თქვენს გარშემო მყოფებსაც, ვისთვისაც დღეს გარკვეული სარგებლობა მოგაქვთ, მე ძიმე თვითონ დააწყებ. აჰა ძმა, პასუხი კითხვაზე, ისაც ეს აწუხებს და ზოგიერთი რო ეუბნებიან, რომ არ არის თქვენ მოძღვარი სწორი და ეს როგორ შეიძლება, აჰა უპასუხეთ, აგერ პირდაპირ წმინდა მამით ძმანო და კიდევ ერთი მეტად საინტერესო საკითხი, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, ეს არის ეკლესიაში და კიდე იმაზე პასუხი, რომ აი მეტანიები როცა უძლური ხარ, რო არ შეიძლება ზოგიერთი ეუბნება, როგორ შეიძლება მეტანიებს რო არ აკეთებ და ასე შემდეგ. მოკლედ ფაშიზმია რა. დროებით მოეშვით მეტანიებს. ამბობს ისა. ეგნატე ბრანჩანი. დროებით მოეშვით მეტანიებს. ნახეთ პირდაპირ ისინი თქვენთვის ავადმყოფობამ შეცვალა. მიხვდი? ოღონდ ნუ მიატოვებთ ლოცვას. ნუ რა თქმა უნდა, შემოსული გული. როცა ბილწი გულის სიტყვა ან ბილწი გრძნობა მოგიახლოვდება, უარყავით იგი და თავს აყვედრეთ. არ უნდა გეგონოთ, რომ რომელიმე ცუდი თვისება დაკარგეთ. ნახეთ ახლა ბევრ საკითხს ვეხებ. მეტანიების შესახებ ხომ მიხვდით რა კარგად აქვს. ეხა კიდე ერთი საკითხი ძმანო და ხშირად გვეკითხება მრევლი. მამო, ამდეხანია თეატრში დავდივარ, აი მართლაც გავიდა ნახევარი თითქმის და ვერ გადავდგი წინ ნაბიჯი. ვერაფრით ვერ გადავდგი წინ ნაბიჯი. ეხა ნახეთ აქ რა იმალება ამ სიტყვაში, როცა ჩვენ გულუბრყვილოთ ამას ვამბობთ ამ სიტყვებში. არ უნდა გეგონოთ, რომ რომელიმე ცუდი თვისება დაკარგეთ, ანუ რაღაც ცუდ თვისებას ძლიერთ, რო იზახეთ, ხო? აი მე ძლიერთ სიგარეტს, ძლიერთ რუშობის ნებას, ძლიერთ ლოთობას, ძლიერთ ამნებას, იმნებას, აპატარებას ჩავაქვრე. პირიქით იფიქრეთ, რომ ყოველგვარ მანკიერების ბუდე ხართ. იმიტომ ეს მაგ ძალიან ადვილად მოგვაწვდის, მანო და პირიქით იფიქრეთ, რომ ყოველგვარი მანკიერების ბუდე ხართ. ნუ შეშფოთდებით, როცა ესა თუ ის სულიერი უძლურება გძლევთ. გამიგე? აი ხო ცხოვრობ წმინდა ისა ხო ცხოვრობ სტილობ რომ წმინდა ვიცხოვ და უცებ რაღაც საოცრება ხდება. მიხვალ სახში რამდენს უთვლია ხო ეს? რაღაცა დაგიმონებს ეს ტელევიზორი და იმ ტელევიზორს მე ისეთ სიბინძურებს უყურებ, რომ მე იმ დროს მოჯადოებული ხარ, გამოდიხარ და მე ვფიქრობ, ვაი, ეს რა გავაკეთე? რა თქმა უნდა ვწუხდე, მაგრამ ზოგი იცი როგორ წუხს, იმაზე კი არ წუხს. ვაიმე ეს რომ ესე იგი ცოდვა ჩაიდინა, არამედ იმაზე ეს მე როგორ დამეგდე. გამიგე? ნუ შეშფოთდები, აი მოგივიდათ ესეთი რა თქმა უნდა არ უნდა მოხდეს ეს. მაგრამ მოგვივიდათ, როცა ესა თუ ის სულიერი უძლურობა გძლევთ, ნუ შეშფოთდებით, არამედ მოთფინებით და სულგრძელებით აიტანეთ საკუთარი ნაკლოვანებები. არის თქვენში რაღაც ფარული ამბავნება, არა გაქვთ მტკიცე ხსოვნა იმისა, რომ ცოდვილი ხართ. აი თავი და თავი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, არაფერი არ გამოდის, კაცო, წინ ვერ გადავდი ნაბიჯი და ასე შემდეგ, განსაკუთრებით კათოლიკების არიან ხილში, ქრისტეს მიბაძვა მათ წიგნი ძმანო და დანა, სადაც აი ასეთ ხილში მყოფ და ესე იგი ის რაც იგზალება ქრისტიანობაში სინამდვილეში, იმას კი არ გზალავენ ისინი პირიქით, აი მიყვებიან, რომ ვითომ წმინდანები არიან უკვე წმინდა ხელებით მათი სულიერი მდგომარეობა ძმანო და დანა ხო ეგეთი აი თვითონ აგვირდებით კინოშიც კარგად ჩასვლა ესე განახორა გასწავთ ეს ხო და ეს რა პოზა ეს პოზა არის მოხიბლული ადამიანის რომ ვითომ ანგელოზია და ისა ხო და ჩვენ გვაქვს სვანაირა წერია მეზვერე ტირო და დაამბობდა მე თო მილხინე მე ცოდვის ამას და შემიწყალ მე და აი ნახეთ თქვენ არ გახსოვთ რომ ცოდვილი
აბა ძმანოდადან ეს რო გვახსოვდეს რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, ხო? ამას მოძვართან როგორც ამოხსნება ეს სიტყვები, რომ მამაო არა მაქვს ნიშნა, რა ნიშნულზეა ლაბარაკი? შენ საცოდავ ადამიანო, შენ მაშინ იტყულები რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ, არამედ ნამდვილად ქრისტიანი ადამიანი არასოდეს არ იყოს ამას. ეს სწოვნა რომ გქონდეთ, მაშინ თქვენი უძლურებების ხედვა კი არ შეგაშფოთებდა, არამედ იტყოდი ისეთ ცოდვილს, როგორც მე ვარ, სწორედაც რომ ექნება ეს ნაკლოვანები. აი რა უნდა ვთქვათ. უფალმა გასწავლოთ სიმდაბლე, რომლისგან იშვება ყოველი სიმშვიდე და გულს მშვიდობა და მუდროება ეფინება. ნახეთ რა კარგი რამეა ძმანოდა და რამდენი რამე ვისწავლეთ ახლა ესე იგი რას ვიტვირთავთ თავს და რას პროზიორობთ რომ ვითომ წმინდანები ვართ და ვითომ მკურნალები ვართ და ვითომ ლოცველები ვართ და ვითომ რა გეუბნება მაცვარ ცოდვილი ხარ უკანასკნელი ცოდვილიო და მოდი მივიღოთ ეს სიტყვა და ვიყოთ ასე და თავისუფალი ვიყოთ ვებრძოლოთ ცოდვას სულ ჩავარდებით ცოდვაში რამეს მეტრია რა გინდა უთხრათ კაცო მე ესეთი ვარ ესეთი ადამიანი გამიგე როდესაც შენ თამაშობ ამას რომ წმინდანი ხარ რომ ვითომ ისახარ და ზოგმა ვერ შეიცნო ქრისტიანობა მიუხედავად იმისა რომ დადის წლებია დადის ზმანო და თავს არ თulis ცოდვა პირიქით აი ხანდახან სუფრაზე იყვის მეცით მარხულობ უკვე 20 წელია მარხულობ მე ცუდ სიტყვებს აღარ ვამბობ და ასე შემდეგ და თავი გონია იმიტომ რომ ზერელად უყურებს თავის თავს ზმანო სინამდვილეში რო ჩავარდეს ის ხო ჩვენ ახლა ვართ არ ვმუშაობთ ხო ჩვენ არ ვმუშაობთ მაგრამ ისეთ სიტუაციაში შეიძლება ჩავარდეს ზმანო და ჩვენ ნაკლოვანების ხალხი გადაეშვა შეიძლება გადაეშვას მუშობაში აი ვერ ვაცნობიერებთ მე ერთი წმინდანი გამახსენდა რომელმაც მიაღწია ზმანო და დანო იაკობ მარხველი მე-6 საუკუნის ისეთ დონის სიმაღლეს რომ ხელის დადებით კურნავდა ადამიანს წარმოიდგინეთ რა წმინდანი ადამიანს წინასწარ მეტყველოდა იცოდა რას გააკეთებდა და ერთხელაც ღამით მასთან მოვიდა მემრუშე ქალი და თხოვა რომ ღამეო შემჭამს ცხოველებიო და გამათევნიობა მიენდორა თავის თავს რომ აი ასეთი დონის წმინდანი იყო ქალი შემოუშვა და პირველ ოთახში დაძინა თვითონ მეორე ოთახში შევიდა და ზბანო და დანო ღამე ისეთ უნებაში ჩავარდა გააღო კარები ამ ქალთან იმრუშა და მოკლა მე ეს და შემდგომ კიდე კარგი წავიდა ახსარება თქვა წმინდა მამასთან და იმ წმინდა მამამ წაიყვანა გამოქვაბულში და აქედან აღარ გამოხვიდეოდა 20 წელი იმ გამოქვაბულში და ბოლოს მოხდა გვალვა იქ ახლოს ქალაქთან და იღუპებოდა ყველა და ეპისკოპოს ქალაქის ეპისკოპოს გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა წადითო იაკობ მარხველთან გამოქვაბულში და ის თუ ილოცებს წამოვა წვიმა თორე დაიღუპებით ყველა მივიდა ეპისკოპოსი მთელ დასთან ერთად და ეუნება იაკობს რომ ილოცე თორე ესე იგი უფალი გამოგვეცხადავ და შენ თუ ილოცებ გადავჩები და არ ჯეროდა იაკობს და არო მე არ ვილოცებო გამეცალეთო მე ცოდვილი კაცი ვარო და ილოცე ვიღუპებითო გეუნებიო მერტი გამოვიდა ილოცა და წამოვიდა წმიმა ანუ ისევ დაუბრუნდა გესმით ზმანო და დანო საკუთარ თავს არ უნდა ენდო მაშინაც კი ასეთი დონის წმინდანი რო იყო გამიგე და ზუსტად ეს მრუშობები რატო ხდება ხდება აი ამ დისტანციას რო არიჭერს ადამიანი კაცი ქალთან გამიგე მეორე გამახსენდა კიდე ესეთი წმინდანი ზმანო და დანო სხვათა შორის ეს ძალიან კარგი პატერიკია როგორ გადაარჩინა მრევლმა მოძღვარი აი მოძღვარი ხო მა უნდა გადაარჩინოს მრევლი მაგრამ აი ეს ერთობა ესე იგი მე რო ქრისტიანობას გადაგებ თქვენ რო ქრისტიანობას იღებ იმით არის კარგი რომ მე რო რამე შემეშლება თქვენ მიმითითებთ ნაკლოვანებას თქვენ რო რამე შეგიშლებთ მე მიგითითებ ეს ისეთი ძლიერი რამეა რომ ამ სწორი გზის ორიენტირი აი სწორი გზით როგორ ვიარო აი ეს არის სწორედ გარანტი ამის ერთხელ
ასევე უდიდესმა წმინდანმა ძმანოდა და რომელმაც ისეთ სიმაღლეებს მიაწერო ხალხს ყურნავდა წინასწარ ხედავდა ვინ მოდიოდა და რა იყო ადამიანში აი ასეთ დონის წმინდანი ჩავარდა მუშობის ბნებაში ისე დონეზე რომ თავის კელიაში ესე იგი ქალი ხო არ ყავდა რა და დაიწყო წარმოდგენა და ქალი ყავდა წარმოდგენაში დახატა პრაქტიკულად ყავდა ქალი იყო წარმოდგენაში და ისე დღეში იყო და ისე ცეცხლი მოეკიდა გადაწყვიტა ამ წმინდა კაცმა რომ წასულიყო ქალაქში და ენოში გესმი წავიდა და ბევრი უნდა ეარა და ღამე ერთ უდაბნო მონასტერს მიადგა რომ ღამე გაეთენა იქ იყო ძალიან ბევრი სულიერი შვილები ამ მოწვლის შევიდა ღამე გამათებინე თუ ქალაქში მივდივარ დილით წავალ ამათმა რო დაინახეს მოწვარი ძმანო და დანო ეს განდეგილი ხელად შეიკრიბა მთელი მონასტერი დასვეს ძმანო და დანო ესე იგი სატრაპეზოში და უთხრეს წმინდაო მამაო დაგვარიგეო ნახე რა უთხრეს დაგვარიგე როგორ ვებრძოლოთ რუსულ ნებას და როგორი არის ძმანო და დანო კაც სამუშად მიდის და ესენი ეუნებიან და შევწვა კაცი შეწყვა კაც მიხვდა ყველაფერს და უთხრა კარგი სიტყვაც და სინდისი ფხილებული მოbrunდა და წავიდა თავის გამოქვაბულში ძმანო და დანო აი ეს რამდენიმე საკითხი და ეხლა ჩვენ დღესასწაულს მივხედოთ და ამით დავამთავროთ ძმანო და დანო დაერქვა ეს ჩვენი ტაძრის დღესასწაული ჯვართაბანისცემას ამასაც ვფიქრობდი რატომ დაერქვა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს რატომ დაერქვა კირილე იერუსალიმის უდიდესი მსოფლიო მასშტაბის როგორც იოანე ოქროპიკი როგორც ათანასე დიდი ბასილი დიდი გრიგორი ღვთისმეტყველი ესეც ზუსტად ამ დონის წმინდანია ამ უდიდესი მამის და ასე შემდეგ ვფიქრობდი და რაღაც შემმა ფიქრება აი მცირე დროებში ალბათ კიდე რაღაცები გამოჩნდება გაგვეხსნება თქვენც იფიქრეთ რატო დაემთხვა თქვა მე მივედი ამ დასკვნამდე რომ აი როგორ არის უხილავი ძაფები გაბმული ძმანო და დანო ესე იგი თქვენ იცით რომ ხო 1993 წელს მე მგონი ზუსტად მახსოვს წელი ჩვენ ვიმოგზაურეთ იერუსალიმში ერთი 9 მამა ვიღავით თუ 7 თუ 9 მაშინ ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოგზაურობა სად იყო მაშინ ეხლა ყველა შეუძლია მოგზაუროს და ჯვრის მონასტერში გაგვამწესეს და იქ ცხოვრობ და გვაწირინეს ჯვრის მონასტერში ქართულად ჩავატარეთ წირვა მე და მამა დავით ისაკაძე და ნუ მამა ზურაბანთაძე მამა პეტრე ბარამიძე მამა ბესარიონ მენაბდე მამა შიო მენაბდე აი ესენი იყვნენ მე დავითრობას წევდნენ და ნუ ყველამ ერთად ჩავატარეთ წირვა და მე აღმოჩნდა ძმანო და დანო რომ მე-16 მე-17 მე-18 მე-19 და თითქმის მე-20 საუკუნე იქ ქართული წირვა არ ჩატარდა და ეს წირვა პირველად ჩავატარეთ აი ამ შემადგენლობით მადლობა ღმერთს მეც ვიყავი ესე იგი თანამწირველი ძმანო და დანო ეს მუდამ ახარებდა მუდამ რაღაც უდიდეს ძალას მაძლევდა ძმანო და ხუმრობა ხო არა ამდენი საუკუნე არ ჩატარებულა წირვა და აი ეს რაღა მანდამაი ჩვენ ამოგვირჩია უფალმა და ჩავატარეთ წირვა რამხელა პასუხისმგებლობაც არა რამხელა სიხარულია რამხელა ნუგეშია და ეს ყოველთვის მქონდა და აი ტაძარი და აი ტაძრის დღესასწაული დაერქვა ჯვართაბანისცემის დღეს ძმანო და დანო აი ეს ერთ-ერთი ეს უხილავი ძაფი ძმანო და დანო და მეორე მე ვიყავი ძალიან მოყვარული ზვიად გამსახურდიას ამ პრეზიდენტის ოღონდ პოლიტიკურ ამბავში კი არა ძმანო და დანო მე ვიყავი იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხლა კომუნისტების ამ წითელი გველეშაპის ხახაში იხჩობოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო ხო და ჩემი ოცნება არც ოცნებოდი აქედან გამოსვა ხო შეუძლებელი იყო ძმანო და დანო ჩვენ ვიცოდით რომ ესე იქნებოდა მუდამ რა როგორ უნდა დავხსნილიყავით
ამ ურჩხულის ხახადან როგორ უნდა ამოსულიყავ და მოხდა ხდებოდა საოცრად. დაიწყო ეროვნული მოძრაობა, მოვიდა ზვიადი, მოვიდა სათავეში. ეს იყო ისეთი დიდი სიხარული, მე მგონი ყველა ქართველის ძმანო და დანო, რომ მაგრამ აი აქ კიდე რაშია საქმე. მე მამიდან მყავდა, უпроსტად დედის მამიდა სახში ყავდა მოხუცი ქალი. ძალიან ესეთი ინტელიგენტი ქალი, ქეთევან მახარაძე და ვერ იტანდა კომუნისტებს მიუხედავად იმისა, რომ დიდ თანამდებობის კომუნისტებთან ნაცისტური კავშირიც ჰქონდა და სიახლოვეც და ამ ქალს ქმარიც მოუკლეს კომუნისტებმა 37 წელს. ჩემი ბაბუა მისი ძმაც მოკლეს 37 წელს და ვერ იტანდა კომუნისტებს. და როცა ზვიადმა დროშა აფრიალა და ეს ამხელა სიხარული იყო, რომ რაღაც სასწაული ხდებოდა, გავარდით მე და მამა ჩემი ქეთო ისა ბები მამიდასთან დავუჩოქეთ, იმიტომ რომ ეს ქეთოს არასდროს უოცნებია, მაგრამ ვერ იტანდა კომუნისტებს, ამიტომ დავუჩოქეთ, გადავაგდეთ ქეთევან ისა ქეთევან გადავაგდეთ კომუნისტები და რა გითხრა იცი? მოყოლი მაგ ალბათ თავს გაბეზე. აპაპაპა ასფალტიდან ამოვლე. ზოგადად ერთ წელიწადში ამოვიდა მართლა შევარდნაძე. ისე რა ბძენი ქალი იყო, მაგრამ ძმანო და დანო, მაინც დიდი სიხარული იყო და რა თქმა უნდა ეხა ამ გადასახედიდან ზვიადსაც და უამრავ ადამიანს შეცდო უშეცდომო ვინ არის, უამრავი შეცდომა ჰქონდა, ეხლა რომ ვანალიზებ და ეს ჩვენი სიხარულიც ისეთი იყო, რომ ისეთი აფექტში ვიყავით, მაგრამ მე ყველაფერი დაალაგდა. ეს თუ თავისუფლება, რასაც დღეს ვხედავ, ეს თუ მაგრამ მაინც ასე თუ ისე მე მქონდა დიდი სიხარული, ეროვნული სიხარული და არანაირი პოლიტიკური. არც მივყავდით კიდევაც მიტინგებზე და არც ასე. იმიტომ რომ მე პოლიტიკაში კი არ ვერეოდი ძმანო და დანო. მე მიხაროდა საქართველოს ბედნიერება და თავისუფლება. ალბათ ვფიქრობ, ამიტომაც დაერქვა ეს დღეც ძმანო და დანო. თან დღეს არის დღე, როცა რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს და ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფლება. ჩვენ კიდევ ეს ძალიან გვიყვარს და ამიტომაც მოხდა ალბათ ამ დღეს რომ და კირილე იერუსალიმე ძმანო და დანო. რატო დაერქვა ეს დღე? აწესულესე ეკნება კირილე იერუსალიმის ცნება ჯვართაბანისემა არა მოძრავია კირილე იერუსალიმის ხსენების დღეს 31-ში ჩვენი ტაძრის დღესასწაული და ესე იგი კირილე იერუსალიმი დიდად მწიგნობარი და ავრცელებდა ქრისტიანობას, აი ხალხში მიდიოდა არ უყვარდა რომ ვინმე ყოფილიყო უწიგნური და აი ასე ამ და ჩვენ გვაქვს ეს მისწრაფება ძმანო და დანო. ასე რომ შემთხვევით არ არის ესეც. და რატომ დაწესდა ეს დღესასწაული? თქვენ იცით რომ ძველა ყოველი დღე იყო წმინდა გიორგის დღე. მაგალითად, თქვა 1 იანვრიდან დაწყებული 1 იანვარს თქვა იყო რომელიღაც ტაძარი თქვა ისე პირობითად ავიღო თქვა ნიჩბიშის წმინდა გიორგის ხსენება იყო 2 იანვარს იყო თქვა ხარაგაულში წმინდა გიორგის 3 იანვარს იყო თქვა ისა რა ქვია ლომისის წმინდა გიორგი 4 იანვარს იყო თქვა ქვიშხეთის წმინდა გიორგის და ასე შემდეგ ისევ რა 365 დღე იყო წმინდა გიორგის ხსენება. აი ეს კალენდარი გამოვიდა აღადგინა მეუფე იობმა და ახალ აშენებული ტაძრებიც ნაწილ ესე ჩასვა დღეების მიხედვით და ჩვენ არ ვიცი როგორ მოხდა ხოგებლებთ ის განგებით ჩემთვის არავის არაფერი უკითხია მოხდა 31 მარტს დაინიშნა ჩვენი ტაძრის დღესასწაული ასე რომ ყოველთვის 31 მარტს იქნება ჩვენი ტაძრის დღესასწაული წმინდა გიორგობას რა თქმა უნდა და შემოდგომის წმინდა გიორგობასთან ერთად. ამით მინდა ჩემი ხარდაგება დავასრულო ერთს ვიტყვი მხოლოდ კონსტანტინე დიდს გამოეცხადა ჯვარი გახსოვდა კონსტანტინე დიდს და კონსტანტინე დიდი იყო დიდ პრობლემებში ბიზანტიის იმპერია იშლებოდა და უცებ კაცზე ცხადება ჯვარი, ღამით მანათობელი ჯვარი და წარწერი ამით ძლებ
და იწამა კონსტანტინემ და იცით თქვენ მე შემდგომი ისტორია ქრისტიანობა მოედო მთელ ცივილიზებულ სამყაროს ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა წმანოდა დანო და იყო კონსტანტინე ბედნიერი და იყო ქრისტიანები ბედნიერნი და პოლიტიკურად ყველაზე ძლიერი იყო მართლმადიდებელი ქრისტიანები წმანოდა დანო. შემდგომ როცა დასრულდება კაცობრიობის ისტორია მეორედ მოსვლის წინ ზეცაში გამოისახება ჯვარი. ეს უკვე იქნება ყველა ქრისტიანისთვის გამოცხადება. ყველა ქრისტიანისთვის. და როგორც წინ გაუძღვა კონსტანტინეს და დიდი გამარჯვებები ამქვეყნიურად მიაღებინა, ის ჯვარი ღმერთმა ინებოს და გვაცხოვნოს, ის ჯვარი ქრისტიანებს გაგვიწვება წინ უკვე არა ამქვეყნიურ, არამედ მარადიულ ნეტარ ბედნიერების საწინდარი იქნება და ნიშანი ქრისტიანებისთვის, რომ მოვიდა ბედნიერების დაუსრულებელი ბედნიერების დღე. დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა. ეხლა